ვილაპარაკო და რას უნდა ვერ იდოთ. ზოგადად პროდუქტის მავნებლობა არა უშუალოდ პროდუქტში, არამედ მისი, ვთქვათ, შექმნის, დანამატების და დამალული ინგრედიენტების ქვეშ არის, ხო? აი რეალურად რო ვისაუბროთ ახლა თქვენ შემთხვევაში კითხვა, ხო? ყოველთვის ჯანსაღი არ ნიშნავს ჯანსაღს და მაგალითად წარწერა უშაქრო არ ნიშნავს, რომ არის ნამდვილად უშაქრო და რატო. აი, ხო. მაგალითად ეს შაქარი არის საქაროზა, ხო? რომელიც შეიძლება შეიცავდეს და წარმოდგენილი იყოს ეტიკეტზე, მაგრამ შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვა ბევრი ესეთი სახელით, რომელიც ჩვენ საერთოდ არ ვიცით, რომ სინამდვილეში შაქარია. მაგალითად, სიმინდის სიროფი არის ესეთი ინტერვული შაქარი, რომელიც შეიძლება მარტივი სიროფის ან ხელოვნური თაფლის სახელით ეწეროს, ვინაიდან მიმსგავსებულია ესეთი გემობრივი თვისებებით. მაგრამ სინამდვილეში ხასიათდება უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსით, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივი შაქარი. ესე იგი, ადამიანი, რომელსაც შეიძლება დიაბეტი აწუხებდეს, შაქარი ქონდეს მომატებული, მისთვის კატეგორიულად არ შეიძლება. აი ნახეთ, მაგალითად ფიტნეს ინსტრუქტორები, როდესაც მოუწოდებენ ცილოვან დანამატებს, ან მაგალითად ეხლა პოპულარული ცილოვანი პუდინგები, ხო, რაც ხშირად ხდება და გვინდა რომ მივიღოთ, იმიტომ რომ საჭირო რაოდენობის ცილა გვინდა დღიურად, რაც საკვები პროდუქტით ვერ შეიძლება მივიღოთ. აი აქაც არის მაგალითად თუნდაც შოკოლადის პუდინგი როა, ხო, აწერია ყოველთვის რომ არის უშაქრო, მაგრამ ესეთი ნივთიერება გვაქვს მალტოდექსატინი, რომელიც ანუ ესეთ რაღაცას აკეთებს, რომ იგივენაირად როგორც შაქარი მოქმედებს, მალტოდექსტრინი ბოდის იხდეთ, რაღაც არასწორად ვთქვი, მალტოდექსტრინი ესეთი სახელით ეწერება აუცილებლად ინგრედიენტებში, ესეთ პუდინგებში, რომელიც არის იგივე დამატკბობელი, საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და ვინაიდან არის როგორც საკვები დანამატი, ხო? გარდა იმისა, რომ თქვათ ამ შაქარს წევს მაღლა, ასევე მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტაზე, ანუ თვითონ ნაწლავის გამტარიანობაზე, ანთებით პროცესზე და ასე შემდეგ. და თავისუფლად, რა თქმა უნდა, ჩართულია მეტაბოლურ დარღვევებზე და როგორც ინსულინის პასუხის, თქვათ, დაქვეითებას ან პირიქით ჰიპერსეკრეციას აწარმოებს, თავისუფლად ერთვება უკვე ამ მეტაბოლურ ჯაჭვში, რომ მივიდეთ ჰორმონალურ დისბალანსამდე. და ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? თქვათ, მე მაქვს მაღალი შაქარი. ამაზე თქვენ ხართ პასუხისმგებელია, ეს უკვე თქვენი სურვილია, ნახეთ. ხო, აი ესე იგი, მე უნდა ეს არის უკვე ვიცოდე. თქვენი სურვილი. მაგალითად, თუნდაც ახლა კოკა-კოლა რომ ავიღოთ, ხო, არის კლასიკური და არის თქვათ უშაქრო. ამ შემთხვევაში უშაქროს დროს დამატებულია ესეთი დამატკბობლები, რომელსაც მართალია უკვე აღარ აქვს თქვათ გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის მაღლა აწევას არიწევს, მაგრამ ნახეთ, აი შოკოლადი ავიღოთ ერთი წუთი, აი მაგალითად მე მქონდა სახლში ესეთი შემთხვევა რა. დედაჩემს მქონდა ცოტა აწეული შაქრის დონე სისხლში, გლუკოზა, ხო სწორად მამა და მოუტანე სახლში გავარდით ბევრი უშაქრო შოკოლადი, რომელსაც ეწერა რომ უშაქრო. ესე იგი არასწორად მოვიკეცი. ნახეთ, შოკოლადთან მიმართებაში გვაქვს ესეთი ვარიანტი, შეიძლება ითქვას, თუ არის სუფთა შავი შოკოლადი, რაც ძალიან ძვირი ღირს, ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია რომ მივირთოთ, იმიტომ რომ იქ შაქრის დანამატი არ არის. მხოლოდ შავი, ბოდიში გაწყვეტეთ. ნახეთ, ხო არის დიაბეტური კუთხე, ცალკე დაყოფილი, აი მანდ მაგას საუბრობ, რომ ნახეთ, დიაბეტურშიც არის ჩვეულებრივად ეს დანამატები, რაც პირდაპირ არ წერია შაქრის სახელწოდებით, არის მაგალითად სიმინდის სიროფი, რომელიც წარმოდგენილია ფრუქტოზით და გლუკოზით, ანუ იგივე იმ გლუკოზით, რომელიც უკვე სისხლში შაქრის სიბრს მაღლა წევს. შესაბამისად, აი თუნდაც კოკა-კოლა, თუნდაც შოკოლადი, თუნდაც მაგალითად იოგურტები და ასე შემდეგ, ანუ ტკბილი საკვები პროდუქტები წარმოდგენილი ამ დანამატებით, რომლებიც წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ დოფამინის სპაიკებს და რაც ნიშნავს ახლა ეს. მე როდესაც ამ სასიამოვნო გემრიელ საკვებს მივერთმევ, რომელშიც ერთიანად არის მარილი, ცხიმი და შაქარი. აი ეს სამი არის ის ტანდემი, რომელიც ჩვენ სრულ ბედნიერებას გვანიჭებს ამ დოფამინის ჰიპერსეკრეციით. მაგრამ ეს იმდენად წამიერი პროცესია, რომ მალევე ბარდება დოფამინი და ტვინს უჩნდება მოთხოვნილება. თუნდაც მაგიტოა, ხო, ტკბილის ჭამას რო ვიწყებთ შოკოლადის ჭამას, უფრო ის ჩვენი გაძლიერებული მოთხოვნილება უფრო ხშირია, ხო, უფრო მეტად გვინდა. ასევე ხდება ფსიქოემოციური დამოკიდებულება. განსაკუთრებულად მაგალითად ბავშვთა ასაკში, ხო, იმიტომ რომ აქ კვებითი ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. და შესაბამისად ესეთი ვთქვათ საკვები პროდუქტები, რაც ჩიფსები, მაგალითად ფრი იქნება საკვები, ანუ სწრაფი კვების ობიექტები, წარმოადგენენ სწორედ აი დოფამინის სპაიკებს და შესაბამისად ტვინს უჩნდება მოთხოვნილება, რომ კიდევ მიიღოს და ამით ირღვევა არა მარტო თქვათ კვებითი ქცევა ბავშვის შემთხვევაში, მით უმეტეს საფრთხილოა რომ არ არის ჩამოყალიბებული ღვიძლით ირკმლები და ამით ჩვენ კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს, აი ძალიან ხშირად ხო უცბად სახლში მივდივართ საღამოა თუ დილა, გვინდა ბავშვისთვის უცბად ბუტერბროდი გავაკეთოთ თუ რაღაც სენდვიჩი გავაკეთოთ და ვყიდულობთ ძეხვებს, სოსისებს და ასე შემდეგ. ეხლა ამ ბოლო დროს რატომღაც ჩემო ორგანიზმმა უარი განაცხადა მაგ პროდუქტებზე, რატომ ძეხვეულზე და სოსისებზე უარი თქვა პირდაპირ. არის თუ არა მართლა აი ესეთი რაღაცნაირი
საფრთხე შეიცავს თუ არა, თუ არის ნამდვილი ხორცი და შეიძლება რომ მივირთვათ. ან როგორ უნდა მივხვდეთ, რა უნდა ეწეროს ალბათ, ამას უნდა დავაკვირდეთ. ორივესთან მაქვს ეს კითხვა. მე როგორც ენდოკრინოლოგიური ჭროში ხა იმას ვიტყოდი რომ ნახეთ ნებისმიერი ძეხვეული. მათ შორის მოდი აქ ვახსენოთ ყველის соуსები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გხვდებათ ალბათ თქვენც ეხლა თქვათ სოციალურ მედიაში როცა რეკლამას უწევენ, რამდენად ჯანსაღი ყველის соуსი შეიძლება იყოს, ან აი რომელიღაც ადამიანი მაგალითად ბლოგერი ამზადებს რაღაც საკვებს, იყენებს იქ ყველის соуს და ამტკიცებს, რომ აი ძალიან ჯანსაღი დიეტური პროდუქტი შექმნა. ყველის соуსი არ არსებობს ჯანსაღი, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ტრანსცხიმებით, აი ზუსტად იმ პალმის ზეთით წარმოდგენილი. და შესაბამისად იქ ნატურალური არაფერი არ გვხდება გარდა მარილის, ამ ტრანსცხიმის და იქაც შაქრის დანამატის. ანალოგიურად ძეხვეული მდიდარია, ანუ იმ ემულგატორებით, ანუ საკვები ნივთიერებით, რომელიც მას ვარგისიანობას უნახავს, ასე რომ ვთქვათ და პლუს ეს ყველასათვის დადგენილია, რომ ძეხვეული ნებისმიერი პირდაპირ კავშირშია კანცეროგენულ მოქმედებასთან. შესაბამისად, ძეხვეულის მოხმარება ალბათ უნდა იყოს კვირაში ერთხელ მაქსიმუმ, ხო, მეტი არა. ზოგადად ყველა პროდუქტის აკრძალვა, ესე რა თქმა უნდა, მიღებული არის, არაფერი არ იკრძალება. ერთიანობაში ეს კოქტეილი უკვე რაც ჯამში გროვდება, ხო? და ის ნორმა და ზომიერება, რაც უნდა დავიცოთ ჩვენ ამ საკვები პროდუქტების. და ირაკლიძე ხო ზირაკლი, აი რას მივაქციოთ ყურადღება?